გაარჯოთ შემოერთგულო მაყურებლებო, მე მქვია ალექსანდრე და დღეს მე წარმოგიდგენთ არხს Hunting Time, ნადირობის დრო. დღეს ჩვენ ვითამაშებთ და დავიწყებთ თამაშს ყველაზე მაგარ ნადირობაზე Hunting Simulator. და მოდით შევუდგეთ. ეს თამაში მოიცავს ძალიან მაგარ კონტენტს და ასევე ძალიან ბევრ ცხოველებს, რითიც შეგვიძლია რომ გავერთოთ. მოდი დღეს ჩვენ ჯერჯერობით გვაქვს ორი არჩევანი, საფრანგეთი და არგენტინა. მოდი ვფიქრობ, რომ ჯერ ვინადიროთ საფრანგეთში. და შემდეგ კომენტარებში დაწერეთ რაზე გადავიდეთ და რაზე ვინადიროთ. დავიწყოთ. გავჩნდით ჩვენ, ესე იგი ჩვენს ადგილას. გასაგებია, აქ უკვე დაფრინავენ რა საფანტები გვაქვს. წელზე მელიები, მოდი ეს დავიწყოთ. ეხლა ეს სადღაც უნდა რომელი იქნება. მე-19 თუ მე-10 დავაშკავოთ. გულო. ოხ, გაიჭირეთ. მოდით ნახოთ და აუ ჩამოვაგდეთ. ტრედები არიან თუ რაღაც ფინელი. აქ ასევე გვექნება მეგობრებო ნადირობაც და ძალიან მაგარი რაღაცები გვექნება. ასევე დაწერთ კომენტარებში რა და რომელ ნადირობებზე ცხებზე გადავიღოთ. აქ გვეყოლება ძაღლები, რა ვიცი და ძალიან მაგარი იქნება. ხანდახან ვინადირებთ ლოსებზე, მგლებზე. ძალიან კარგი ხანი თამაშობდი ერთი მომენტი ამ თამაშზე. ხანდახან რა ვიცი შეიძლება იარაღზე გავაკეთოთ ხოლმე რამე განხილვა ან შევარჩიოთ რომელი უფრო ჯობია. შულები. ისე შველიც ძალიან როგორ გითხრათ. მოქანილი ცხოველი ანუ შველი, ხო, რა შველია ეს, მაგრამ ეს უფრო სხვა ჯიშია, ქართული ჯიში არ არის. ვინც ერკვევით დაწერით. ეხლა ეს პატარა ადგილია, ვისაც უფრო მეტად გინათ რომ გამოვიდეს რა ვიცი ხუზე ნადირობა დაწერეთ. მცირე პაუზიდან მეგობრებო ისე დაბრუნდი, რაღაც ჩიფრთხება იყო და ისე გავაგზავნე და რაზე ვყვებოდი. ვისაც გინათ რომ უფრო ფინალებზე იყოს ნადირობა და კომენტარით, ვისაც გინათ რომ უფრო ბალახმჭამელებზე და ჩინეთებზე იყოს, როგორც ხნებავთ, ან რა ვინადირებზე. რა ვიცი, აქ მე რაც თამაშობდი, ყველაზე კაი იარაღი ჩემთვის არის კარ 98, კვერჰერ 98. ან როგორც ხანდახან ზოგი ეუბნება ხოლმე, რა ვიცი, საიდანო მოიგონს მოუზერის კარგი. მოდით ჩავდოთ ჟაკანი. თუ რა ვიცი, ისეც, ოი, მილი. თუ მიკროფონთან შეფრთხები იყო დიდ ბოდიში გიხდით, შემდეგ ვიდეოშიც გამოსწორდება. მელიები აქ ძალიან ბევრი არის. აი, ეს ჭუანა, მოდი გადავუბრუნდეთ. ეს პატარა ცხოველები არიან და ამიტომ ყვდებიან პირველივედან, მაგრამ აი უკვე დიდ ირმებზე რო გადავალთ და რამე იმეებზე გეუბნებით რომ ანუ შეიძლება ჯერ დაიჭრან ირბინონ და მე შემდეგში მოყვდნენ. ანუ ეგეთი რაღაც შეიძლება. მოდით ჩავდოთ ძლიერი ჟაკანი და თვითონდე დავარტყავთ. კი, ჩაოლებრივად არტყავთ. მაგრამ აუმას. მოდით დავუმიზნოთ აი რა სადაც გულის არტერიაში. აია მეორეც აბა თუ შეყენთ მოხსნით. ეს გამოგვივიდა. და რა ვიცი, თუ გინებავთ შეიძლება ვიღაცებით მეგობრებთან ერთად გადავიღო. მაგრამ ეს თამაში ონლაინი არ არის. და თუ გინებავთ რამე სხვა მელია რაღაც დამფრთხალი ხარ. აუ, რა დებილურად აუმაზ.
და ანუ ამ თამაშზე ახლა რა პრობლემები მაქვს, უყურეთ რა ხდება. ანუ უკვე რაღაც მიგდებულია ეს თამაში ძალიან და აი ვინც ეს თამაში გამოუშვა, რავი, თუ ამ ვიდეოს ნახავენ ან ჩემ ქართულ ენას გაიგებენ, იმედია რომ ნეტავისებან და გაანახლონ, დაამატონ რა ვიცი როგორ გითხრათ, აი უფრო ახალი იარაღები, აი როგორ გითხრათ. ყველა ბრენდი ხო არა ესე Hunter Call of the Wild-ი როა. აი ეგეთი, ანუ ჩაწერეთ და გაიგებთ რა ყველაფერს, ანუ აი ეგეთი თემაც რო იყოს აქ. და ძალიან დიდ მადლობას გადავხდით, თუ ყველა იარაღზე ცალკე კალიბრები იქნებოდა თავისი რამე რომეები და ეგრე. აი როგორ გითხრათ, ყველა ცხოველზე თავისი იარაღი რო იყოს. თავისი ტყვიები სჭირდებოდეს და ეგეთი რა. უფრო ანუ რეალისტურს გახდიდა ჩემი აზრით. და თქვენი აზრით როგორ ფიქრობთ, რავი, მე ესეთი აზრი მაქვს. აუცილებლად დაწერეთ. და აი კიდე ნახეთ, შეხედეთ რა არის პრობლემა. სანამ ახლა ეს მიფრინავს, მე შემიძლია ავიღოთ კაპანოვაგი. და აი უფრო სწრაფად რო დადიოდნენ, რა ვიცი, ეს მელიას როა. ესე რა, მელიაზე ახლა არაფერს არ ვერჩი, ეს სწრაფად გიარდეს. მაგრამ აი ჩიტებზე ცოტა პრობლემაა რა, აი უყურეთ ნახე რანაირად დაფრინავენ. შემიძლია ესე ჩამოვაგდო. ჩემი აზრით ახლა ეს ერთი ლულიანი აი თავიდან დამწყებისათვის დასაწყისისთვის ძალიან კაი იარაღია, მაგრამ რა ვიცი, შემდეგში ვაპირებ უფრო აი მე კარაბინები ვიყიდოთ და ეგრე ვინადიროთ დათვებზე. ანუ ამ იარაღითაც კი მყავს, ანუ ამ თამაში დათვიმოყული, მაგრამ დამიჯერეთ როგორ გითხრათ, ანუ ორივე ჟაკანი უნდა ჩადოთ ორ ლულიანში. აი ეს. და როგორ გითხრათ. ანუ ესეთი შემთხვევა მქონდა, აი რაღაც დათვიოც რომ მორბის და რაღაც მას რო გამოსგეგონება დაღლიაო. და ანუ თურმე ორი დათვი მორბის და ანუ მე ვაფშე არ დამიმიზნებია რა, თქვათ ესე. და ანუ უცებ ავიღე და ორივე აი ეს დავარტყე, თქვათ ახლა ისინი მეხოთ გას და ორი გითხრათ აი ეს და აი ეს დავარტყე ორივე. და ანუ ჩვენ თან ჩოქში ვიყავით და იქ თურმე ორი დათვი გდია. და რა ვიცი, როგორც მინდა. თქვენ დაწერთ რომელი რა ნადირობაზე გადავიღო და რაზე გნებობ, თევზაობებიც გვექნება აქ. თევზაობა გნებავთ და რა ვიცი, იარაღიც გვექნება ტონნაში რა. რა ვიცი, აი ნადირობის და ტყის კონტექსტს ეხება რა. ძაღლებზე რა ვიცი. გადავედით უკვე ჩვენ მეორეზე. გაგვეხსნა, ესე იგი, იტალია და თურქეთი. კუვატი არა. ანუ იტალიაში უკვე ტახი გვაყავს, ტახი და თურქეთშიც ტახი და ირემი. მოკლედ მეგობრებო, ნახეთ ახლა მე რას ვფიქრობ. პირდაპირ ეს 2000, ანუ აი ორისგან რა არის განსხვავება ნეტა. ანუ ამას უფრო გასაგებია. რას ვაპირებ, აი უყურეთ. ეს ზამბანძი არ იყიდოთ. არ ვიცი, აი ავაგრო აი კარაბინზე, გადავედი ერთი მუშთან, წარმოვიდგინეთ 328 კალიბრის, ეს ძალიან ძლიერი კალიბრია. ესაც მქონდა დიდად არაფერი არ არის, ესაც ანუ კი ძლიერია მეგობრო, მაგრამ ძალიან ბანძია. ანუ სამიზნე იცით როგორ აქვთ, აი რო გაისვრი როგორც ბურცისვრი ეგრე მიაქვს რა, ანუ რო გადააგდებ და ძიცეცე. შვიდისრებზე რა ვიცი რა გითხრათ, გინდათ რომ გამოვიდეთ დაწერეთ, ან თქვენზეა დამოკიდებული რა, ან იარაღზე რა ვიცი როგორც გნებავთ. ბინოკლები ტონასი რამეა კვადროები, აი ეს ძაღლები. პოინტერი მომწონს მე უფრო აქ. და ძალიან კაი თამაშია რა ჩემი შესაფერი, ანუ ჩემი აზრით და რა ვიცი, თუ თქვენ მოგწონდა თქვენ შესაფერისია, აუცილებლად დაწერით. ამით ჯერჯერობით მე დაგემშვიდობებით და კიდე გამოვუშვებ უფრო გრძელ დროიან ვიდეოებს. კარგად ბრძანდებოდით, თქვენთან იყო ალექსანდრე და ეს არხი არის Hunting Time, ნადირობის დრო. მადლობა ყურებისათვის და კარგად ბრძანდებოდით.